დილა მშვიდობისა. ეხლა არის დილის 9-ის ნახევარი. ჩამოვედით არკანსასში, არკანსასის შტატში შემოვედით. ჰათისბურგიდან გუშინდელი ვიდეოს ალბათ ნახავდით. ესეთი საკემპინგი ადგილი არის. წინა ვიდეოები რაც მიდევს. ესეთი ადგილი არის, ქვია Rising Star Park. ახლა კიდევ ვალ და განახებთ ტერიტორიას. ესეთი სიმწვანე სპეციალურად მოწყობილი თავისი ცეცხლის ადგილებით და მანქანის საპარკინგის ურთიერთობით მოწყობილი. ეხლაც ცოტა აქეთ წამოვედი, იმიტომ რომ აქეთ გაზონის დაკრეჭვის პროცესი მიდის და ხმაური რო არ შემოსულიყო კადრებში, აქეთ გამოვისეირნეთ. ესეთი ტერიტორია მისისიპის მდინარეზე, მდინარის პირას და ძალიან კარგი ადგილი არის განსატვირთად, რამდენიმე დღით დასასვენებლად. აქ არის სველი წერტილები, საერთოდ ახლა ჩვენ მანქანასაც აყენია მანდ. აქ საშხაპეც არის, საფეხბურთოც, მოკლედ სამოგზაურო ტურიზმი კარგად აქვს მოწყობილი ამერიკაში. გუშინ საღამოს ვებსაიტიდან დავჯავშნეთ ადგილი, სადაც გავჩერდებოდით და დავიშვენებდით, ამიტომ და მანქანაში შეგიძლია ესეთ დაცულ ტერიტორიაზე მანქანაშიც განთავსდე. ფასი გადავიხადეთ $23 თუ $24, რაც ნორმალური არის იმისთვის, რომ დაცულ ტერიტორიაზე ესეთ სიწყნარეში მშვიდად დაისვენო. ახლა გავაგრძელებთ გზას. სიმართლე გითხრათ, მე წარმოვიდგინე არ მაქვს სად მივდივართ. ლოკაციაში ჩამიგდებიან Google-ის, აქ მივდივართ და შემდეგ მივდივართ და იქ ადგილზე ვნახულობ, რა სანახაობა ხდება. ეგრე მირჩევნია, იმიტომ რომ ჩემთვის დიდი კომფორტია, როცა სხვა გეგმავს მოგზაურობაზე, იმიტომ რომ მე თუ Google-ში, YouTube-ზე, Instagram-ზე და Facebook-ზე ფოტოები და ვიდეოები ვნახე იმ ადგილას, სადაც მივდივართ, მე ეგეთი ეფექტური აღარ არის. ამიტომ მირჩევნია და გეგმოს ყავ. მივიდე და ადგილზე ვნახო, იმიტომ რომ ხანდახან ისეთ არარეალისტურ ფოტოებს იღებენ ხოლმე ადგილების, რომ მიდიხარ, ხდება რაღაც ძონძობა და მოგზაურობის თელეგრამი ის არის, რომ მოლოდინებს გადააჭარბოს. თუ მოლოდინები არ გექნება, რას გადააჭარბოს? ყველა ვარიანტში დასეონები იქნები, ხო? ეხლა ბევრი აღარ ვიბოდიალოთ და დროს რო არ დავკარგოთ, გავეშურებით ჩვენს უკვე კონკრეტულ დანიშნულების წერტილთან. აბა, წავედით. ესე იგი, სადღაც 2 საათის გზავრობის მერე ვართ ჩრდილო-დასავლეთ არკანსასში და ეხლა ეს გზა მინდა განახოთ დაახლოებით 30 კილომეტრით დაგვრჩა იმ ადგილამდე, სადაც მივდივართ, ქვია Wheat Springs-ი და მინდა გაჩვენოთ არკანსასის ტერიტორია, თუ როგორ გავს სამეგრელო იმერეთის, აი კინჩხა, გორდი, ბალდა მარტვილის მხარეს, ხონი მარტვილის მხარეს მისი რელიეფით და საცხოვრებელი სახლები ახლა დიზაინი ამერიკულია, თუმცა მოწყობა, აი შესასვლელები, ირიგაცია, ტერიტორია, ლანდშაფტი, რელიეფი ძალიან გავს, ძალიან მაგონებს აი ამ ნაწილს სამეგრელო იმერეთის საზღვარზე. დაახლოებით 9 საათში ვიქნებით იქ ადგილას, სადაც გვინდა რომ ჩავიდეთ და განახებთ უკვე იქ სანახაობებს, რაც დაგვხდება, როგორც ვიცი, ჩანჩქერები და ბილიკები არის, სალაშქრო მარტივი ბილიკები და ეხლა კიდევ უფრო უკეთესად რომ შეგახედოთ, ძალიან გავს აი ამ დაბალმთიან ტერიტორიას საქართველოს. ძალიან მიყვარს ესეთ ადგილებში სიარული, ვიწრო გზები არის, საკმარისად დასაშვების ისწრაფით 90 კმ/სთ-ში შეიძლება ამ გზებზე იარო და ეს მიხოულ-მოხოული ზიგზაგები ძალიან
სასიამოვნო სამართავი არის, თან ირგვლივ გარემოს დათვალიერება. აი ესეთ გარემოში ვართ, ესეთ მოხოულ გზებში და თლად უსაფრთხო არ არის, თან ტელეფონის ხელში ჭერა და თან მანქანის მართვა, თუმცა როდესაც ნელა მიდიხარ, როდესაც საგზავნო ინფრასტრუქტურა გამართული არის, მანდ თაკმები რისკი არის. ეხლა გავაგრძელებ მეხედებით კვებას და როდესაც დანიშნულების ადგილას ჩავალთ, იქ უკვე ადგილზე განახებთ არკანსასის სილამაზეს. მოვედით ეხლა დანიშნულების ადგილად Pedestal Rock Scenic Area. ორი მარშრუტი არის. ორივეს გაკეთება გვინდა, ეს არის 2.2 მილი და ეს არის 1.7 მილი. სადღაც ეს არის 3 კილომეტრი ნახევარი, ეს 3 კილომეტრი ალბათ. ესე ჯამში 5 კილომეტრიანი მარშრუტი იქნება. ორივეს გავლა გვინდა. წინ როგორც მარცხნივ ქალბატონი საინტერესო და ლამაზი ხედები გულოდება. წავედით. Follow me. Oops. Survived. გადმოვხვიეთ მეორე ბილიკზეც. აი თავში რაც გაჩვენეს, ქვია Kings. What's called Kings Bluff. მეფეების გორა, ესე ითარგმნება დაახლოებით. და აქ ჩანჩქერი რო იხატა, იქ დიდად ის ჩანჩქერი არის ეს. რაღაცა მორაკრაკებს აქ. ამას ეძახიან ბევრ ჩანჩქერს. Is this waterfall? Maybe. Oh yeah. აი ამას ეძახიან აქ. ვიცა იქნება აქ მაინც გამოჩნდეს. სახში ონკანი რო დახსის ჩართული. დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის. ეგია ჩანჩქერებიო. ამის გამომარბინე სამდენი. თან ეხლა არის 8 აპრილი. შემოდგომა კი არ და გაზაფხული. ეხლა თუ არ არის ჩანჩქერში წყალი, მაშინ როდის უნდა იყოსო? არა, იმედია შემდეგი ადგილები უფრო უკეთესი იქნება, თორე მოლოდინებს მიცრუებს არკანზასი. წავედით ახლა კიდე ერთი ადგილი ვისანახავთ, იმედია მალე უბრუნდებით მანქანასთან და ბევრ დროს არ დავკარგავთ ამ რაღაც რუს სანახავთ. წინა ვიდეო ხო გავთიშია აქ ეს პატარა ნაკადული რომ მოედინება ეხლა. ესე მოვდივარ და ნახე არაფერი არ არის, ხრიოკია და
ხესად არის ამოსული. აი ესეთ წყიალ ადგილას. აი აქ ქვებს შორის ამოსულია ესეთი ხე. ძალიან მაგარია ბუნება რა სიცოცხლე. ოღონდ სადმე რესურსი მიეცი და ყველგან იყვავილებს. ვა! აი ეს კიდე არის რაღაც. This is something. It is Ramazzi. How it is? Ramazzi? That's nice. The trees in there. Okay, let's go closer. ჩანჩქერი თუ არა, ყველაზე მინიმუმ რაც მომწონს და განსაკუთრებით ამერიკაში, თორსა ჩართული ხარ ამ გიჟურ რეჟიმში ყოველდღურად, ყველაზე მეტად რაც გენატრება არის ეს სიწყნარე, სიმშვიდე, ბუნების ხმა. ანკარაწყარო, სიტყვოობა, ალერსი, ჰაერი. ეს მიჩიტები მოტული. აი ეს წყლის ხმა, ქარიშრიალი, მოკლედ ეს ღირს ძალიან ბევრ რამედ ჩანჩქერს და წყალვარდნას რო გავანებოთ თავი. და ეს ხედები სიმწვანე განსაკუთრებით მაშინ როცა მინესოტაში ოქტომბრისთან მოყოლებული. ახლა როგორც ვითხარით 8 აპრილია და ჯერ კიდევ თოვლი დევს მიწაზე, ჯერ კიდევ სითეთრეა ირგვლივ და როცა ესეთ ადგილას გამოდიხარ, ორი თვით ადრე დგება შენთვის ზაფხული. აი ეს არის თელი სილამაზე რაც გენატრება 9 თვიან, 9 თუ არა 8 თვიან ზამთრის პერიოდში. აი როგორ მურაგრაკებს ეს ჩანჩქერი წყალვარდნამდე. აი არის მოგზაურო ცხოვრებისეულო რუტინიდან ამოვარდნის და განტვირთვის იდეალური საშუალება არის. მოგონი ეს არის თავარი ჩანჩქერი და დანარჩენს შემდეგ და შემდეგ კადრებში ნახავთ. ესეც ასე, მოვედით მეორე დანიშნულების ადგილას, რომელსაც ქვია Falling Waterfalls. ქართულად ალბათ იქნება ვარდნილი ჩანჩქერი. და აი ისიც Wow. ეხა ტემპერატურა არ არის მთლად სითბო და სიცხე, არის 24 თუ 25 გრადუსი და შესაბამისად მორჭოფობთ, თუმცა აი ამ წყლის გასინჯვა გვინდა საბანაოდ, ნახეთ, ამაგარი ადგილია და ამაგარი ფერი აქვს წყალს. რაღაც მხრივ აბაშის და ეხურის მდინარეს მაგონებს ფერით. ხო და მინდა რომ აი იქიდან მეგონი კარგი იქნება. გასაგრილებლად. გავემზადეთ ახლა საცურავად. ჩამოვედით ამათ პატარა სანაპიროსავით არის შესასვლელი. ძალიან ცივია. ძალიან ცივა. თუმცა აი ამ საშუალებას ვერ გაუშვებ ხელიდან. აი აქ ძალიან ცივა. How cold it is from 0 to 10? 9.9. ძალიან ცივა, მაგრამ ერთი მაინც უნდა გაურისო. იმედია შენ თუ არ ჩამოხვალ გადამიღებ მაინც. ჩემი მაისურისფერია წყალი. ეხლა უნდა გავემზადო და უნდა შევიდე არ მაინტერესებს. უნდა ფილტვების ანთება დამიჯდებს.
Well, Maybe next year. More than 6 feet. ეხლა აქ უკვე მოვჩით. ავიღებ ჩემს ძურჩანდას და გავემგზავრებით აქედან დაახლოებით რამ 5-6 კილომეტრი იქნება, შეიძლება 7-ით. გრუნტიან გზაზე Six Fingers Waterfall, რაც ნიშნავს 6 თითის ჩანჩქერი. ეგეც გზის პირას არის. და როგორც ავიგე, ამაზე არანაკლებ ლამაზი სანახაობა. მოკლედ წავედით ახლა მანდ. არის დაახლოებით 4 საათი დღის და გავეშურეთ 6 თითის ჩანჩქერისკენ, რომელიც უნდა იყოს წესით აი ამ მიმართულებით. What a beautiful girl! ეს მეორე ლოკაციაზე მოვედით, რომელიც Six Finger Spring ეწოდება, თუ waterfall. 6 თითის ჩანჩქერი. მე მგონი 6 თითი ეწოდება ამას იმის გამო, რომ არის 6 საფეხურიანი 1, 2 და შემდეგ ესე გრძელდება. ესეთი ადგილია. ცოტა სარისკო. ამიტომ მოდი ჯერ გადავრჩე და მერე უკვე სადაგა გოლერებინებ. გადავრჩი. თან ეხლა შევაშნევინა რეიჩელმა რატო ქვია 6 თითის ჩანჩქერი, ნახე? ცოტა შორიდან თუ დააკვირდები აქედან 1, 2, მესამე თითი და კიდე 3 თითი უნდა იყოს აქეთ, აი 4 და 2 თითი უნდა იყოს ამ ქვის უკან, ესა კარგად არ ჩანს. აი ესეთი შვენიერი ადგილი არის. იმისთვის რომ ცოტა ხანი ჩამოждდე, ლამაზი ფოტოები გადაიღო და ძის ფონზე ძვლები გაათქო. მინიმუმ მინესოტას ზამთარში აყენებული ძვლები. და ლამაზი ადგილი არის. წყნარი ადგილი არის და განტოხისთვის შვენიერი საშუალება. ჩვენ ახლა გავაგზავნებთ გზას, საღამოს 5 საათი ხდება და საკარავი ადგილი, დასაჩენი ადგილი უნდა ვიპოვოთ სადმე ახლოში 1-2 საათის გზაში მაინც. და შემდეგ უკვე ნელა გავუყვებით ჩრდილოეთისკენ, მინესოტასკენ იმავალ გზას. ცოტას გავათხოვთ ძვლებს კიდევ და გავეშურებით. აბა შემდეგ კადრამდე. ერთი კაი მუღამი აქვს, როცა დანიშნულების ადგილის გარეშე მოძრაობ. ორიენტირად აღებული გვაქვს მინესოტა და ჩრდილოეთით მივდივართ. თუმცა გზაში ვეძებთ საინტერესო ადგილებს, სადაც შეიძლება რომ გავჩერდეთ და ვნახოთ. 1.5 საათია, ზუსტად ესეთ გზაზე მოვდივარ, ეს კიდე ფართე არის რაღაც. ამხელა ვიწრო, აღმართებზე ვიარეთ იმისთვის, რომ გადმოსახეთ პანორამა ხედზე მოვსულიყავით. ხო და წამოიღა ერთად ვნახოთ რა გადმოსახედია ესეთი. ვაი, მოიცა განახოთ. აი ეს ნახეთ. ჯიხვების გადმოსახედი არის. ვაუ.
არა ძმაო, ეს ადგილი ნახტად ღირდა 9 საათის სიარულად. და აქ შეიძლება მგონი, შეიძლება კი არა აქ იღებენ კარგ ფოტოებს. და ვცდით ახლა რომ თან სახიფათო რო არ იყოს და თან კაი ფოტოს გამოვიდეთ, აბა რა გამოგვივა. Okay. It's not too deep for the car? This is really good place if you will be stuck to sleep. But Not a good place to stay for a long time. we have to cross this now. The only thing what you have to do, pray and stand there and take video, okay? Okay. აი ესეთ გზაზე მოგვიწია ხიად სიარული და აი ხომ და გადავიაროთ ეს გზა. თუ აქ არ გადავალთ, სადღაც საათნახევარზე მეტი მოგვიწევს ისევ აი ამ დამჟღავნულ გზაზე სიარული. Okay. He's still going. Wow. Now how do I get across? Come and get me. I'm not walking that. Okay. I forgot that I needed a ride. გამო რო დაბრუნდები, კაცი ამ ხელს გადასული იმიდან. წყაროდან, წყარო კი არა, ჩანჩქერი არის. Thank you for coming to get me. Sit down. Are you okay? Yes. ეხლა თუ გავიჭედეთ. შენა მოგათრევინდება მანქანას. Now I will have dry feet. კაცი ამერიკაში ვარ მეთქი ვიძახი და სადაა ღელე და იმაში რომ ატარებს ყანა. სადაა რომ წავმიყვანა ვინ. Okay. გადავრჩით. ამასობაში მოსაღამოვდა, შემოვიდით მისურის შტატში და შემოსვლიდან რამდენიმე რაღაც 1 წუთში ვნახეთ საბანაკი ადგილი, საკემპინგი ადგილი, სადაც ახლა დავჩერდებით, დავისვენებთ, აგერ კოცონით ავაგიზგიზეთ, აქ სოსისებს და სიმინდს ვწვავთ. ეს ეთყობა ამერიკული ტექნიკაა, გარეკანიანად სოსისის შეწვა, იმიტომ რომ ჩვენთან ეგრე არ ვაკეთებთ რამე. მე საქართველოში არ მინახავს. ძალიან მაგარ ადგილას ვართ. ესეთ დიდი ტბის პირას, მისურის შტატის სამხრეთით და ცოტას ახლა გავჟუჟუნდებით. Bring here. ესეთი. Is it champagne? It is. Okay, ესეთ პატარა კომპაქტური შამპანიურით. ხო და დავისვენებთ, ხვალ იქნება ალბათ ჩვენი მოგზაურობის ბოლო დღე.
და შემდეგ უკვე ჩავალთ სახლში. დანარჩენს ხვალ ერთი საინტერესო ქალაქი უკვე გეგმაში. ალბათ მაგასაც განახებს და მე დაგემშვიდობებით. აბა, ჰე. Cheers. Cheers.